ამ ვიდეოს ვიღებ ჩემი კლიენტის თანხმობით. რამოდენიმე დღის უკან ჩემ კლიენტს საკუთარმა ბიძაშვილმა გამოუგზავნა ვიდეო თუ როგორ უღებს საფლავში, როგორ დებს მისი 6 წლის ბავშვის ფოტოს და მის ფოტოს. უმარხავს და ლანძღავს და წყევლის მის შვილს უფრო განსაკუთრებით ისეთი სიტყვებით, რასაც მე პირადად ვერ გავიმეორებ და ამდენი რამ გამიგია და მომისმენია ჩემს ცხოვრებაში, წყევლაც მომისმენია ტელევიზორში, YouTube-ზე ისედაც, მაგრამ მსგავსი მართლა არ მომისმენია თან 6 წლის ბავშვი რომ დაეწყევლოთ. ვეღაცა იტყვის ალბათ, რომ ალბათ გაამწარა, არა მეგობრებო. მე მიზეზს რა თქმა უნდა ვერ გეტყვით, მაგრამ ეს მიზეზი ისეთი უბრალოა, რომ შეგრცხვებათ საერთოდ, თქვენ შეგრცხვებათ ესპანური სირცხვილით, რომ საერთოდ ესეთი ადამიანები ჩვენს გვერდზე არსებობენ. რაღაცა ერთი პატარა 27 კვადრატიანი ოთახი დაუტოვეს ამ გოგონას და გადაეკიდნენ ამ გოგონას იმის გამო, რომ ესეთი რაღაცა დაუტოვეს და წყევლიან და ზედუვლიან. იყო ესეთი შემთხვევა, მე მქონდა, მე ეს არ მიგვერს, ჩემმა კლიენტმა, მამიდაშვილმა ისე დონეზე დაწყევლა, ეს ჩემი კლიენტი საკუთარმა მამიდაშვილმა და სანთლები გადაუღუნა, ეკლესიაში გაუკეთა და თან აყურებინა, მანაც ვიდეო გამოუგზავნა, რომ საღამოს ჩემს კლიენტს ავარია დაემართა, მე ამაზე ტელეგრამში ვილაპარაკე კიდევაც. ბავშვები იჯდა ასევე მასაც მანქანაში და მისი ესე ვთქვათ საქმეც, მიწის 200 კვადრატი იქით, 200 კვადრატი აქეთ გაყოფაზე იყო ლაპარაკი და ადამიანები კატეგორიისი არინდობენ ერთმანეთს, რომ ვერ გეტყვით. როდესაც მე ადამიანს ვეუბნები ხოლმე, გაიკეთე დაცვა. მეგობრებო, მე ბავშვებსაც ვუკეთებდი, იცით თქვენ დაცვას, წმენდასაც. მე ჩემ შვილებს ყოველს აბსოლუტურად გაკეთებული აქვს და ყველა წელს ვუახლებ. ბავშვებსაც კი არინდობენ ადამიანები. ბავშვებსაც კი. სულ ვიძახი რა უნდა გამიკვირდეს, მაგრამ